შემდეგი წაგვიკითხავს ლიზი თაქთაქიშვილი. შეიძლება ხმამაღლა წაიკითხეთ რა, მე არ ექნება კარგი შტო. ვიდეოში. ხმამაღლა და კარგი. ენძელა და ია. ერთხელ ია და ენძელა ერთმანეთს შეურიგდნენ. მერე მათ შვილებიც კი ეყოლათ. ერთხელ იას და ენძელას მშობლები მოკრიფა გოგონა. მაგრამ რა აზრი ქონდა? ისე ცხელოდა, რომ სანამ სახლში მივიდა დაჭკნა ია და ენძელა. თავიანთმა შვილებმა რომ გაიგეს, გული ძალიან დაწყლეთ. მერე მოილაპარაკეს კიდეც. ია შვილმას თქვა: ამ გოგონამ თუ ასე გააგრძელა, ჩვენც ასე გვიზამთ. მერე რა უნდა ვქნათ? როგორ შევეგუებით ერთმანეთის დაშორებას? ეხლა ენძელას შვილმას თქვა: მართალი ხარ, მაგრამ რა უნდა ვქნათ? ერთ-ერთმა წამოიძახა: ჩვენ ერთად უნდა შევიკრიბოთ. მართლა ასე მოიქცნენ და გოგონამ ლარნაკიც წაიღო, რომ არ დამჭკნარიყო იები და ენძელები. მერე როცა გაიზარდნენ, გოგონამ დედას აჩუქა შვილებს აღარც ახსოვდათ მშობლები. შემდეგი ვინ არის? ჭელიძე ლიზი. მაღლა წაიკითხეთ ვაშუქო. გაზაფხული წელიწადის ერთ-ერთი ულამაზესი დროა. მის ძალიან მიყვარს, რადგან თავდება ზამთრის ცივი დღეები და იწყება თბილი გაზაფხული. ბუნება იღვიძებს, ხეებზე მწვანე ფოთლები ჩნდება, ჭიტები ბრუნდებიან თბილი ქვეყნებიდან. ზამთარში გაყინული მთის მწვერვალები, ძნება და ბუნება ძალიან ლამაზდება. გაზაფხულს ია და ენძელა გვახარებენ. ვუყურებ ამ ლამაზ ყვავილებს და თითქოს მესმის მათი ჩურჩული. როგორ მიყვარს ეს ლამაზი ბუნება, ჩაჩურჩულებს ენძელა იას. მეც ძალიან მიყვარს და ძალიან მიხარია. რა კარგია, რომ სულ ცოტა ხანში სხვა ყვავილებიც აყვავდებიან. სწორედ გაზაფხულს უძღვნის ბევრი პოეტი, მხატვარი და მწერალი თავის ნამუშევრებს. ამიტომაც ის ყველას უყვარს. ნინა ჩიგვინაძე. ენძელა და ია ადრიან გაზაფხულზე ეს პირას ნარჩენი თოვლის ქვეშ და ენძელა ამოყვა თავი. გადიოდა დრო, ენძელას მოეწყინა მარტო და თავის მეგობარ იას დაუძახა. ია, წამოდგე ოფაცილე. ვინ მეძახის? მე შენი მეგობარი ენძელა ვარ. როგორ ხარ? კარგად. ია, როგორ გამოიზამთ რე? კარგად ენძელა. მადლობა, რომ გამახვიძე ენძელა. ჩვენ ეხლა ადამიანებს შევატყობთ, რომ გაზაფხული მივიდა. ნინო ხაჩიძე მოვა, მაგრამ ეს ვისია. მოდი ხაჩიძე ნინო. და ბოლოს ლაზარე. მამალა წაიგიხო და გამოდი. ენძელა და ია. გაზაფხული დადგა. ხეებს კვირტები გამოვიდა. ყვავილები აყვავდნენ. ხეებისა და ყვავილების სურნელით აყვავდა ქალაქი. მე დავინახე ორი ულამაზესი ყვავილი, ია და ენძელა. ისინი ყველასგან განსხვავებულები და ლამაზები იყვნენ. რაღაცაზე კამათობდნენ. მეც ყური დაუდგა და აირაზე კამათობდნენ. ენძელა ეუბნებოდა: ია, მე ყველაზე ლამაზი ვარო. ია ეპასუხებოდა: მე ვარ ყველაზე ლამაზი. მე ყვავილების დედოფალი ვარ. მეც მივედი და ვუთხარ: ნუ კამათობ, თქვენ ყველაზე ლამაზი ყვავილები ხართ. მე სასწრაფოდ დაურეკე ჩემს მეგობრებს. შემდეგ ყვავილების ნერგის სამსახურსაც დაურეკე და ვუთხარი, რომ იქ ყვავილების ბაღი გაეკეთებინათ. აი ჩემი მეგობრები. შემდეგ ლაპარს წაიკითხავს ნიკოლოზ ბერვაშვილი. ენძელა და ია. იქ
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ბიჭი, მას დედა ძალიან უყვარდა. ერთხელაც დედას ტყეში გაეპარა და ენძელები და იები დაუბრუნდა. უეცრად ენძელას და იას ლაპარაკს მოჰკრა ური. ენძელა ეუბნებოდა იას. ია, მე ლამაზი, ჭკვიანი და სურნელოვანი ვარ. უეცრად ბიჭმა დაინახა, რომ ძალიან ლამაზები იყვნენ. მან მოყრიფა და დედას მიუბრუნდა. დედამ გულში ჩაიკრა ბიჭი და სასწრაფოდ ყვავილები ლარნაკში ჩააგდო. ერთშაბათი გამოშევა. შემდეგ წაიკითხავს ლაზარე წულუკიძე. ენძელა და ია. დიდი ხნის წინათ წელიწადის დროებმა განაწყვიტეს ყვავილები დაენაწილებინათ. ზამთარს საერთოდ არ ერგო, რადგან არ მისურდა ზამთრის სიცივეში გაყინულიყო. ზამთარმა ტირილი დაიწყო და აი საოცრება. მის სემზე ენძელა ამოვიდა. გაუხარდა ზამთარს და ენძელა გულში ჩაიკრა. იყო ენძელა ცოტა ხნით მარტო, მერე მოგეზდა მარტოობა. მეგობარი მოუნდა, მაგრამ მეგობარი რომ არსად ჩანდა, ტირილი დაიწყო. ამასობაში ზამთრის კარებს გაზაფხული მოსკომოდა და ამიტომაც ენძელას ცემლების ადგილას ია ამოვიდა. გაუხარდა ენძელას და თქვა, მე ძმა შენ კიდაო. კარგიო უპასუხა ია. ასე ელოდებიან ერთმანეთს ზამთარი ენძელას, ენძელა კი იას. აი ჩემი ნამუშევარი. მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ გაწეული შრომისთვის, დავალების წარმატებით შესრულებისთვის, რა თქმა უნდა. და ეს ჩვენს მიერ გამოცემული წილი ჩვენს არქივში დაიდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს. ეს მე მგონი კარგი სამახსოვროა თქვენთვის ყველასთვის. მადლობა.